ორ ძალიან მარტივ შეკითხვას დაგისვამთ და ხმამაღლა მიპასუხეთ. პირველი, უბედური შემთხვევის დროს ქუჩაში რაღაცას რო შეესწროთ, სად დარეკავთ რა ნომერზე? კი ბატონო, 112-ზე. მაგრამ ამნაირი უბედური შემთხვევის დროს ამერიკაში თუ იქნებოდით, რა ნომერზე დარეკავდით? კი ბატონო, ეგეც სწორია 911. მაგრამ ოდესმე თუ დაფიქრებულ ხართ, რატო ამბობთ საქართველოსთვის 112-ს, ხოლო ამერიკისთვის 911-ს და არა 911-ს? იმიტომ რომ საქართველოში თავის დროზე არასწორი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ან არასაკმარისი, რა ვიცი. მოკლედ სწორი არის 112 და არა 112. იმიტომ რომ ეს არის გადაუდებელი დახმარების ნომერი და უნდა ითქვას დამარცხლით. ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ყველა მიცის რომ ეს 100-ია და ამიტომაც არის რომ თავიანთ ნომერს ამბობენ მხოლოდ დამარცხლით, იმიტომ რომ პატარა ბავშვმაც კი უნდა იცოდეს და მაგალითად 5 წლის ბავშვმა შეიძლება საერთოდაც არ იცოდეს რა არის სიტყვა 112, მაგრამ 112 ამას მარტივად დაიმახსოვრებს და თუ კი ვასწავლით ხოლმე და ხშირად გავუმეორებთ, ამან შეიძლება ვიღაცის სიცოცხლეც იხსნას რაღაცა რომ მოხდეს მაგალითად სახლში. ხო და ცივილურ ქვეყნებში ისიც იციან რომ გადაუდებელ მდგომარეობაში მხოლოდ სასწრაფოს იმედზე ყოფნა ილუზია და არასწორი, იმიტომ რომ თუ კი პირველად დახმარება ადგილზე არ აღმოუჩნდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტისთვის, გადარჩენის შანსები თითქმის 0-ის ტოლია, იმიტომ რომ გულის გაჩერების დროს 3-დან 6 წუთის განმავლობაში იწყება თავის ტვინში შეუქცევადი პროცესები, სასწრაფო კი მაგ დროში ვერ მოვა. ამიტომაც ყველა ნებისმიერი ადამიანი 2 წელიწადში ერთხელ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი 2 წელიწადში ერთხელ სწავლობს პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, კომპანიები თავის სტაფს ამზადებენ და მოკლედ ასე. და იმედია ჩვენს მივალთ როდესმე მანდამდე. და სანამ მანდამდე მივალთ, შეგიძლიათ პირველადი დახმარების ცენტრი დაგუგლოთ კომპანიებმა თუ ინდივიდებმა და თანამშრომლობთ ჩვენთან და ისწავლოთ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ან ტელეფონზე დარეკეთ 574 80 60. თუ არა და 112 მაინც დაიმახსოვრეთ და სხვებსაც განსაკუთრებით ბავშვებს ამ ფორმით ასწავლეთ, იმიტომ რომ ასე ჯობია და იქამდეც მივალთ მერე. მე ექიმი არჩილ მარშანია ვარ, თქვენ კი ჯანმრთელობას და ობიექტურობას ცხოვრებას გისურვებთ.